გამარჯობა. ეს არის იერაღის კოლიმატორული სამიზნე, მოდელი არის UH1. ეს არის Vortex-ის ბრენდის კოლიმატორი. Vortex-ის ოპტიკები ზოგადად ძალიან ცნობილი არის მსოფლიოში და ეს არის ამ შემთხვევაში კოლიმატორული სამიზნე. ნახეთ. მოკლედ, ამ მოდელის ყველაზე დიდი უპირატესობა არის ის, რომ დარტყმა გამძლეა. ანუ თუ რაღაცას მოხდება, რო არ დაზიანდება მაგას გარდა, ის არის, რომ სამიზნეც არ აირევა, ანუ მარტივად არ აირევა ყოველ შემთხვევაში, ხა დარტყმაზეცაა დამოკიდებული, კი იცით. ასევე ამ მოდელს მოყვება ესეთი ყუთი, кейსი, საწმენდი, პატარა ინსტრუქცია, რომელშიც ზუსტად ეგწერია, რომ არის დარტყმა გამძლე და კიდევ სხვა რა ფუნქციებიც აქვს. ეს მოდელი არის ერთი მოა, ოღონდ წითელი განათებით. და გადიდება ჩვეულებრივად 1x-ი არის. Sleep-ის ფუნქცია აქ უწერია, რომ 2 საათის შემდეგ ავტომატურად გაითიშება. ანუ თუ ელემენტი ჩართული დაგრჩათ, ელემენტი რა თვითონ მოწყობილობა თუ ჩართული დაგრჩათ, 2 საათის მერე თავისით გაითიშება და ეს ზოგადად ძალიან დიდი პლუსია, იმიტომ რომ მოწყობილობა სრულად არ დაჯდება. აი ნახეთ. ასევე ამ მოდელს აქვს განათების 10 რეჟიმი, რომელსაც უკვე ზუსტად გაჩვენებთ. ასევე არის ის, რომ მოკლედ ცოტათი მძიმე არის, ეგ მინუსი აქვს, თუმცა აი დარტყმა გამძლე რადგან არის, ეგ უფრო აკომპენსირებს ამ ყველაფერს. ასევე კიდევ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ამ მოდელს მოყვება თავისი ელემენტის ზომა, ეხლა გაჩვენებთ, ნახეთ. ელემენტი თავსდება იმ მარცხენა მხარეს, აი აქ ახატია კიდევაც, ესეთი ტროსი აქვს, რომელიც კარგია, იმიტომ რომ როცა ამას მოუხსნით, არ დაგვეკარგება ელემენტის ხუფი, სხვაგვარად მოწყობილობა ვერ იმუშავებს და რადგან ესეთი ტროსი აქვს, მარტივად მერე უკვე ჩამოეკიდება მოწყობილობას და დაკარგვის საფრთხეს გვეხსნის. გაჩვენებთ ახლავე ელემენტს. ნახეთ. ეს არის ელემენტი, რომელიც მოყვება, ზომა არის 16-340 და ვათავსებთ, აი ესე პლუსი უნდა იყოს ქვემოთ და იგივენაირად დავახურებთ ხუბს. ასევე ამ მოდელს აქვს ძალიან დიდი პლუსი, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ეს არის ტენვადი მოდელი, აი ესეთი ძველი Android-ის თავი აქვს. კვების ბლოკი მართალი არ მოყვება, მაგრამ ლეპტოპზეც ან რა ვიცი, სადმე ჩვეულებრივად დაიტანება. დასატენი ადგილი არის მეორე მხარეს მოთავსებული, აი აქ, კუთხეში. აი აქვე დავტანით, ანუ არ გვჭირდება ელემენტის ამოღება. პირდაპირ აი ამ ნაწილიდან შევძლებთ მოწყობილობის დამოხტვას. კარგი, რაც შეეხება უშუალოდ ახლა განათებას, როგორც გითხარით, ერთი მოა არის, განათების 10 რეჟიმი აქვს, ანუ 10 ჯერ უფრო მკაფიო ხდება ჩვენი წერტილი. ეხლა წერტილსაც გაჩვენებთ და გადიშვასაც როგორ ხდება. პლუსით ჩვეულებრივად ირთვება. აი ესეთი წერტილი აქვს. აი ეს დაკლებული აქვს, მინუსით ჩვეულებრივად დავაკლებთ. ესე, გათიშვას რაც შეეხება, გათიშვა ხდება მოწყობილობაზე ერთდროულად პლუს და მინუსის დაჭერით. ერთი წამით, აი ესე რო დავაჭერთ, მოწყობილობა გაითიშება. ანუ პლუსით ირთვება, ჩვეულებრივად ემატება, მინუსით აკლდება და როცა ერთდროულად დავაჭერთ, ამ შემთხვევაში მოწყობილობა ითიშება. მოკლედ რო შევაჯამოთ, ეს მოდელი არის მეტალის, ცოტათი მძიმეა, მაგრამ არის დარტყმა გამძლე, ალუმინის კორპუსი არის სრულად, იტენება ესეთი USB-ის საშუალებით, ელემენტიც მოყვება, ელემენტის ზომაც, რამდენიმე წუთის წინ იქნებოდა ნაჩვენები, ერთი მოა არის, მოყვება кейსი, ესეთი დამტენი ელემენტი, წითელი წერტილი აქვს, 10 განათების რეჟიმი. და გადიშვა ხდება ერთდროულად ღილაკებზე დაჭერის საშუალებით. თუ რამე კითხვა გექნებათ, აუცილებლად მოგწერეთ. სულ ეს იყო. მადლობა.